მოგესალმებით, დღეს 17 დეკემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარი შეეხო დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება სახის შენარჩუნების მცდელობას გავს იმ პირების მხრიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოირჩეოდნენ. ხალხის ძალაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის მოლოდინი, რომ ევროკავშირი უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, არ გამართლდა. ერთ საკითხი, რაც არის ღია, ეს არის სავიზო შეზღუდვების დაწესება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისათვის, რაც თვლით, რომ ამ შემთხვევაში უფრო გავს გარკვეული წილად სახის შენარჩუნების მცდელობას, როგორც იმ ბიუროკრატებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე იმ ოპოზიციური ძალების მიმართ, რომელსაც ფაქტიურად არანაირი არგუმენტი აღარ დარჩათ ქვეყანაში. სავარაუდოდ ეს ამის მცდელობაა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევდი. და უბრალოდ დასანანია, რომ ესეთი რაღაცები ხდება. ერთადერთი საკითხი, რომელიც გადაწყვიტეს, ეს არის, რომ დაიწყონ განხილვა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისათვის სავიზო შეზღუდვების შესახებ. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. როგორც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იმედოვნებდა, აი ამ საბჭოს გაცილებით უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა გამოეტანა, მაგრამ მათ და სამწუხაროდ საბჭომ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე ბუდაპეშტისა და ბრატისლავას ვეტოს ოპოზიციაში აფასებენ. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ვეტო გავლენას ვერ მოახდენს დაწესებულ სანქციებზე. ოპოზიციაში ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესების მოლოდინი აქვთ. უკვე მხარი დაეჭირა საგარეო საქმეთა მინისტრების საკმარის რაოდენობამ დაუჭირა მხარი კონკრეტულ პირთა წრეზე სანქციების განხორციელებას. ეხლა ბუნებრივია არიან ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ასე ვთქვათ მოკლევადიან მოკავშირეები არიან ქართული ოცნების ამ შემთხვევაში, მე ამ პირველ რიგში უნგრეთზე მაქვს საუბარი, მაგრამ ინდივიდუალურ სანქციებს თუნდაც თითოეული ქვეყნის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ამ პირთა წრეზე, რა თქმა უნდა, არაფერი წინ არ უდგას და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ხო, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს პროცესი დაიწყეს, ევროკავშირიდან გულისხმობ ამ შემთხვევაში და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, კოლექტიურად, კომისიურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ ცალკეულ სახელმწიფოების მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული. განხილვამ ევროკავშირში და გადაწყვეტილებებმა ნათელი გახადა, რომ ამ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება დასავლეთში მიღებული. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ ეს ორი ქვეყანა, რომ დაბლოკონ საბოლოო ჯამში სანქციები და როგორც დაიწყეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქცირება ინდივიდუალურ რეჟიმში, ჩემი ინფორმაციით ეს გაგრძელდება უახლოეს დღეებში. საქართველოს ევროკავშირში უნგრეთის ხელმძღვანელობით ყავს ისეთი მხარდამჭერები, რომლებიც დაბლოკავენ ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას. ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას უნგრეთის და სლოვაკეთის მხრიდან ვეტოს გამოყენების შესახებ. უმრავლესობის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს მკვეთრი გადაწყვეტილება მიღებული ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროკავშირში ყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხაზი, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობით დაბლოკავს ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებულსაც. თქვენ ნახეთ, რომ ბალტიის სამ ქვეყანამ გამომდინარე იქიდან, რომ ერთობლივ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და ვერ აღწევდნენ იმ საწადელ მიზანს, ინდივიდუალურად მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილებები. სამწუხაროა, რომ ის ლობი, რომელიც გლობალური ომის პარტიას აქვს, თუნდაც ევროკავშირის თუ დასავლეთის სხვადასხვა ინსტიტუციებს და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში, ამ შემთხვევაში თავის რაღაც ბოლო აქტივობებს აკეთებს და ფაქტიურად ბოლო კუდის მოქნევასავით იყო ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. გუშინდელი
გადაწყვეტილება შეგვიძლია შევაფაზოთ როგორც საღი აზრის გამარჯვება, ასე ვთქვათ, იმ გაგებით, რომ არც პირად სანქციებთან დაკავშირებით და არც რაიმე ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეეძლო ჩვენი ურთიერთობები მieყვანა ისეთ წერტილს, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. პერსონალურ სანქციებზე გასაგებია, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ ბევრი ქვეყნის განსხვავებული პოზიციის გამო. რა კავშირს ხედავს მმართველი გუნდი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და 2013 წელს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შორის. პრემიერ-მინისტრის განცხადებას მაიდნის სცენართან დაკავშირებით აფასებენ ოპოზიციაში, სადაც მიიჩნევენ, რომ პროტესტი არის სახალხო და მათი მიზანი ქვეყნის ევროპული ვექტორის დაცვა. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგი არეულობას და სწორედ მაიდნის სცენარის გამეორებას ემსახურება. მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ დღევანდელი მთავრობა არეულობის საშუალებას არავის მისცემს. ეს არის ქართველი ხალხის ჯანსაღი პროტესტი ყველა დიდ და პატარა ქალაქში, ყველა სეგმენტის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას პროტესტში, იღებს მონაწილეობას ყველა ასაკობრივი კატეგორია, ეს არის ნამდვილი საერთო სახალხო პროტესტი. აუცილებელია საგარეო ვექტორის დასაცავად და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ყველანი იყვნენ ქუჩაში, გამოხატონ პროტესტი და ეს არის მართლა პრეცედენტული შემთხვევა. მათი გეგმა არის ერთადერთი, რომ იქნებ უცხოეთი დაგვეხმაროს ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. ვერ დაეხმარება უცხოეთი ეფექტურად, ეს უკვე ფაქტია, ნათელია და ვერც სახელმწიფო ინსტიტუტებს ვერ ჩამოშლიან. ეს მათთვის ტრაგედია, მაგრამ უნდა შეეგუონ ამ ტრაგედიას. ვადა ეწურებათ 20 იანვრის მერე სოფლიოში გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად იცვლება. რა თქმა უნდა, ხა მაიდანიზაცია არის მათი მთავარი გეგმა, მთლიანად დღის წესრიგი რადიკალური ოპოზიციის და თავიანთი პრეზიდენტის და აი ამ გარკვეული ნაწილი ევროპელი პოლიტიკოსების არის მთლიანად მომართული ესეთი ქმედებებისკენ საქართველოში, იგივე გაიდლაინით ვერ იმოქმედებ, როგორც ან თუნდაც რეგიონში, ან თუნდაც სოფლიოში. ჩვენ ვართ სხვანაირი ხალხი, ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ჩვენ ვართ ძალიან გამოცდილი ხალხი და ბევრად კარგად ვაზროვნებთ, ვიდრე ბევრს ეს წარმოუდგენია. შესაბამისად, აქ მაიდანი ვერანაირად ვერ მოხდება. რუსთაველის გამზირზე ღამით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციამ 2 პირი დააკავა, როგორც რუსთავიორში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი. ხარკოვის ოლქში კუპიანსკის საცხოვრებელი ნაწილის დაბომბვისას დაიღუპა 1 მოქალაქე, არიან დაშავებულები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 226 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ცდილობს დამალოს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დანაკარგი, მანამდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მსხვერპლის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. უკრაინის პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება წლის ბოლოს დასრულდება და აღარ განახლდება. მისივე განმარტებით, უკრაინა მზადაა ნებისმიერი გაზის ტრანზიტისთვის რუსულის გარდა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯებს და პოტენციურ განლაგებას მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტებზე. ასეთ შემთხვევაში მისივე განმარტებით რუსეთი გააუქმებს ყველა ნებაყოფლობით შეზღუდვას საკუთარი რაკეტების განლაგების შესახებ. У нас и происходит то, наша боевая активность. Სამი დაღუპული და 6 დაჭრილი არასრულწლოვანი სროლა იყო ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონის ერთ-ერთ ქრისტიანულ სკოლაში. გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა. ამასთან მედისონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი არ გაუხსნიათ, სავარაუდოდ მან თავდასხმის შემდეგ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სკოლაში სადაც შემთხვევა მოხდა 390-მდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის არიან როგორც ბაღის ახსაზრდელები, ისე უფროს კლასელები. დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა. ყველა მოქმედ ტაძარში დღეს წირვა ლოცვა აღევლინება. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება.
ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9-ზე.